არა მხოლოდ უკვე ჩატარებული არჩევნებით, არამედ ქართული ოცნება ლეგიტიმაციას ვერც იმ არჩევნებით მიიღებს, რომლისთვისაც ივანიშვილის პარტია ახლა ემზადება. საერთაშორისო ვერდიქტი უკვე გამოტანილია და ის ოცნების რეჟიმმა ევროპის საბჭოდან მიიღო. ეს საქართველოზე მომზადებული ანგარიშია, სადაც წერია, რომ ქვეყანაში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს. დასკვნა პასეს მონიტორინგის მისიას ეკუთვნის, მიზეზი კი ბევრია. ძალადობა, მოძალადეების ნაცვლად კი ციხეში მშვიდობიანი მომიტინგეების გამოკეტვა. პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ. თუ რეპრესიული კანონები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება. პასეში მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში ქართველი ხალხი პოლიტიკურ ცვლილებას საარჩევნო ყუთებთან მისვლით უბრალოდ ვერ მიაღწევს. ეს ტექსტი რა თქმა უნდა ამყარებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი პროცესი, როდესაც შეიძლება რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, არის მას შემდეგ, რაც ივანიშვილი საკმარისად დასუსტდება იმისთვის, რომ შეასრულოს ელემენტარული პოლიტიკური კონკურენციისთვის საჭირო პირობები. სამოქალაქო საზოგადოების მკვლელობის ცდელობის ფონზე, კრიტიკული მედიის მკვლელობის ცდელობის ფონზე შეუძლებელია ვისაუბროთ ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე. ამიტომ ჩვენ ყარად ვაგრძელებთ ჩვენ პოლიტიკას. მონიტორინგის მისიის შეფასება დამატებითი არგუმენტია ოპოზიციის ალიანსისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საკუთარი ფორმულა წარმოადგინა. ეს ფორმულა კი სწორედ პასეს მომხსენებლების პოზიციას შეესაბამება, ანუ ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ არჩევნებს წინ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება უნდა უწყოდეს. შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობას, განსაკუთრებული აქცენტით ემიგრანტებზე, რომლებსაც ოცნებამ პრაქტიკულად ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ალიანსი არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავს. იმ პირობებში, როდესაც არიან პოლიტიკური პატიმრები, არის რეპრესიები, როდესაც ადამიანებს აპატიმრებენ უბრალოდ მანიფესტაციაში ან ტროტუარზე დგომის გამო და მთლიანად არის მორგებული კანონმდებლობა და ინსტიტუტები არსებული ხელისუფლების სურვილებს, ასეთ ვითარებაში თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი ზედმეტია. სწორედ ამიტომ ოპოზიციის ალიანსმაც გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ დოკუმენტი, სადაც ჩვენ აღვწერეთ ძალიან ზუსტად რა მიგვაჩნია იმ პირობებად, რომლის შესრულების შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ეს არის არჩევნები. ეს არის აბსოლუტურად რეალობის ამსახველი განცხადება. მოდი ვთქვათ, რომ როცა პასი აკეთებს განცხადებას, ჩვენ საქართველოს წევრი ვართ. ხო, ევროსაბჭოს შესაბამისად ეს ითვლება, რომ ეს არის საერთო პოზიცია იმ ორგანიზაციის, სადაც ჩვენ ვართ წევრი. აქედან გამომდინარე, კაფეოა და ცალსახაა, რომ იმისთვის, რომ მოხდეს დეესკალაცია სიტუაციის, მოხდეს ნორმალიზება სიტუაციის, გარდა პოლიტპატიმრების განთავისუფლებისა, კანონების გაუქმების აუცილებელია ახალი ნორმალური არჩევნების ჩატარება, რომელიც ნორმალურ კონკურენციას მიუახლოვებს მაინც საქართველოში არსებულ ვითარებას. ევროპის საბჭოს კრიტიკულ დასკვნას ოპოზიციის მეორე ნაწილიც ეთანხმება, თუმცა არც გახარიას პარტიისთვის და როგორც ჩანს, არც ლელოსთვის ეს მაინც არ არის საკმარისი არგუმენტი, რომ მათ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან, თუნდაც ოცნებამ არაფერი შეცვალოს. ვიდრე ეს საქმეები არ არის გამოძიებული და ვიდრე რეჟიმს არავითარი დადებითი სიგნალი არც ქართველი ხალხისთვის და არც ჩვენი პარტნიორებისთვის არ უჩვენებია, რასაკვირველია ის იქნება კვლავ და კვლავ მოხსენიებული როგორც ავტოკრატიული რეჟიმი და მას არ ექნება არავითარი ლეგიტიმაცია საერთაშორისო ასპარეზზე. ბოიკოტი არ შეიძლება და გამოგეცხადებინათ არჩევნებისთვის. ჩვენ როგორც აქამდე ყოველთვის კვლავაც რჩებით იმ აზრზე და ვამბობთ ძალიან მარტივ რაღაცას. ვემზადებით ყველა შემდეგი არჩევნებისთვის, ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, რაც არ უნდა მძიმე და რთული იყოს ეს. მიუხედავად იმისა, კარგად ჩატარდება და ცუდად ჩატარდება ეს არჩევნები. ვინ ეკითხება მათ, რომ ჩვენ გაგვისაზღვრონ რა არის არჩევნები და რა არ არის არჩევნები. ქართული ოცნება კი არაფრის შეცვლას არ აპირებს. მეტიც, პაპუაშვილმა, რომელიც კრიტიკული ანგარიშის ავტორებს ხშირად თავად მასპინძლობს ხოლმე, დღეს მათ პოლიტიკურ თაღლითობაში დასდო ბრალი. ივანიშვილის პარტია ძალაში ტოვებს ოპოზიციის გაუქმების გეგმასაც. პროცესი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ეტაპზეა. ეს კი ოპოზიციონერების დევნასთან ერთად მონიტორინგის მისიის შეფასებით საქართველოს ერთპარტიული დიქტატურის საფრთხის წინაშე აყენებს. ეს არის უკვე თაღლითური ანგარიშები. შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის თაღლითობა, რომელსაც აქვს სპეციფიური პოლიტიკური თაღლითობა, რომელსაც აქვს სპეციფიური მიზანი, რომ განზრახ ტყუილით დააზიანონ ნახევარსარგებელი და დააზიანონ სხვა. პასისაც შეეხება ჩვენ დელეგაციას აღარ ვაგზავნით უკვე რამდენიმე ხანი არის, იმიტომ რომ ხედავთ რომ ამ ადამიანებს არ უნდა ველაპარაკოთ.
ანუ შეუძლებელი როგორ შეიძლება ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც მიდიხარ ელაპარაკ, გეუბნება რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმრი. დიახაც. ზუსტადაც რომ იმეორებენ რუსეთის პოლიტიკას, როდესაც ისინი ვიცდილობს რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს. მონიტორინგის მისიის კრიტიკულ ანგარიშს საპარლამენტო ასამბლეა რამდენიმე კვირაში სავარაუდოდ რეზოლუციად დაამტკიცებს. ეს კი ოცნების წინააღმდეგ შესაძლოა უპრეცედენტო პროცესის დაწყების საფუძველიც აღმოჩნდეს. საუბარი სახელმწიფოთა შორის დავაზია. მანამდე კი ოცნებისთვის უსიამოვნოდ მის მიმართ კრიტიკულ პოზიციას ინარჩუნებს ბრიუსელიც. ივანიშვილის პარტიას ევროკავშირის ლიდერებმა კურსის შეცვლისკენ მოუწოდეს. წერილი ოპოზიციის ალიანსმა მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანაში გაუმჯობესების ნიშნები არ შეიმჩნევა.